დღეს ჩვენს ოფისში დიდი აურზაურია. დეპარტამენტების ჰედები ერთი დღით გაუცვლიან ერთმანეთს ადგილებს და კოლეგების როლებს მოირგებენ. მე ვიმჩლის? ალექსი. ახლა მიმდინარე რა საქმეები გვაქვს? დამიტოვა ძალიან ბევრი ესე ვთქვათ თასკები, რაც უნდა დღის განმავლობაში შევასრულო. სამი დიდი მომწოდების საკითხია გასავლელი და ერთი არის ოქტომბრის შოკ აქციები. გამარჯობა მარიამ. ეს წერილებით დავუტოვებიეთ ჩვენ. Once გისურვებთ წარმატებას, ჩვენი გუნდი შენი საიმედო დასაყრდენია. მადლობა სიათ. გუნდი, რომელიც დაგვხდება, არის კომპეტენტური, ეს ვიცი, პროფესიონალი, თავისი საქმის მცოდნე, მიზანდასახული, მხიარული და მეგობრული. კეთილი სურვილებით გვანთად სუბოში. ხდება 1000 სათვალეები? გიორგი, დრო თუ იხელთეს ჩემმა თანაგუნდელებმა. შეებულების მოთხოვნის ფურცლებით თუ შემოვიდნენ, პასუხი შეგიძლია შემდეგი გქონდეს. თავით შენიერი კარგად მე მგონი მოვთავსდებით. ჯერჯერობით დეტალები მეც არ ვიცი. დღეს ვარ ფინანსური დირექტორი. სამთვიანი ბიუჯეტი. სამთვიანი ბიუჯეტი გასაკეთებელია. ბატონო დავით, შეგიძლიათ რომ მოგბრძანდეთ? ვახობიზია გისურვებ წარმატებას, თუ რამე ამერიკის ხაზზე ვარ. ყავა გაქვს, ჩაი არა. ელენე სალამი. კეთილი იყოს შენი მოგზაურობა განვითარების დეპარტამენტში. გექნება ერთი სახალისო დავალება, რომელსაც ცოტა ხანში კეთყვით. ზომაც იგივეა, ხო? კაი ბატონო, მოგეთ გამოვაგზავნე, რომ მარკეტინგის გოგოებს ვაჩვენებ, ვიზუალურად ნახონ მაინც და კაი, მადლობა, მაშინ გელოდები. შლი თიაპიფიას და ვერკოი ბუღალტერულ საკითხებში. მოგესალმებით მეგობრებო. კეთილ წარმატებულების სურვა და დათანხმდა ეხმარება საქმეში. ელენეს ისე აქვს ძალადებული საქმე, როგორც ვხედავ, რომ მაქსიმალურად მარტივად გავივლი უკვე ყველაფერს. მე მოვიდა საწვავის ლიმიტის ცვლილებაზე განაცხადი არის და მინდა გავეცნო. სამუშაო პროცესი იმაზე საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, ვიდრე წარმოგვედგინა. კომერცია გადის აქციებს და ვესწრები და ვაფასებ. მოდი როგორ გავაკეთოთ, იცი, პაპაშვილს გამოვუშვებ და მოგიგვარებს რა, უთხარი და პრობლემაც აქვს. მოგიგვაროთ. იმიტომ რომ დისტრიბუციას აკვიანდება გასული. გიორგის ფაილი დაუბრუნოთ უკან, მაგრამ დაურეკოთ და უთხრათ, რომ რაც შეიძლება დროულად მოგვეწოდოთ. ძალიან ზრდის სხვაობა საერთო მოგიბაში. მაღაზია უნდა ავარჩიოთ საბონუსე პარამეტრების მიხედვით. გადიხარ შენ ყოველდღიურად? კი ბატონო. ეხლა არის დღეს არის რა თქმა უნდა 22 სექტემბერი. ბლოკნოტები. ეხლა გადაშალეთ ბლოკნოტები და ჩაიწერეთ ტექსტზე. 4 კვერცხი, 200 გრამი დარბილებული კალათი, 300 გრამი ქვილი. შეგულებაში უნდა გავიშვა რა. მე ეხლა არის შეგულების დრო. ისეთი თარიღია რომ არავის ხელს არ უშლის და არ დამიტოვე. კარგი ბატონო. ვითვალისწინებ რა 1000 მიერ დაწევებულ შპარგალკას და ხელს არ უწერ არავის შეგულებას. სამართლების აწერია სადამდე დავაწყო. რეგიონში იქნება ეს დასაწყისი. გავდივარ რომ იქ დავეხმარო ეხა კომერციულ დირექტორს როგორც აღმასრულებელი დირექტორი რაში გაიჭე და ვნახოთ. ორი მაღაზია არის არასწორად დასმული. ეს არის სამოთავოს ტერიტორია დილისიდან ზემოთ. ის არ იქნება. აბსოლუტურად.
სერიოზული მოწვევის წინაშე ვარ. არც ერთი ეს თემა ჩვენთვის მოსწავლე არ არის შესაბამისად. ნახოთ, რა გამოვა, ჩვენ უკვე დავიწყო გაცნობა. ვეცდები რომ გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შევიკავო. და სიამოვნებით ამ დროს გამოვიყენებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოს გავიცნო მომიჯნავე დეპარტამენტს. რაშვებით, როგორ ხართ? მადლობა, კარგად. მოდი ახლა დავურეკ ელას. თუ რომელიმე აქ გვეჭვება, გადმოგვიგზავნოს ისევ თავიდან. პროექტი საინტერესოდ შედგა და დროც უცებ გავიდა. ჰედებმა ერთმანეთის საქმიანობა სიღრმისეულად შეისწავლეს და როლიც წარმატებულად მოიგეს. რევჩაიერა ძალიან კარგად და ძალიან თბილად. სხვა დეპარტამენტსაც შევხედავდი ამ რაკურსით, საკმაოდ დიდი პროდუქტიული იყო ჩემთვის ეს 3 საათი ნამდვილად. რაღაცა საკითხები შემოვიდა ჩემამდე, რომელიც მაქსიმალურად შევძელი რომ მომეგვარებინა და როგორც შეიძლება ისე მოვაგვარე. 12 ოქტომბერს შოკ აქციები იქნება, მაღაზიაში შეგიძლიათ პასუხები მოვყავოთ თუ არ მოგეწონებათ. იყო საკითხები, რომელიც უშუალოდ ჩემ დეპარტამენტს და ჩემ მიმართულებას ეხებოდა, რაზეც ვიმუშავებთ. ყველაფერი კარგად არის. ყოველ დახტო, ყველაფერი ხასხურდა. მისიამოვნე დღევანდელი დღის სხვა კურსიდან დავინახე, რაფთოვაშომა. გუნდის საშუალებით საკმაოდ მე ესე მგონია, რომ კარგად გავართვით საქმეს დავუშვით. ბოლოს აი აქ მოვერდი ყველაზე მეტად რატომ. დღემ განსაკუთრებით აზარტულად ჩაიარა. პროექტი დასრულდა და ჰედებიც ჩვეულ ადგილებს დაუბრუნდნენ. მათ სამუშაო პროცესის წარმართვა პროფესიონალი გუნდის დახმარებით მარტივად შეძლეს და არც ერთ მათგანს არ დასჭირვებია დეპარტამენტის რეალური ხელმძღვანელის დახმარება. მოკლედ ეს ექსპერიმენტი არა მარტო მხიარული, არამედ სასარგებლოც გამოგვივიდა.